საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ გუნდს უკვე წარუდგიდა. აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა კომენტარებიც. მადლობას გადაგიხდით ყველას ერთიანობისთვის, აქ ერთი გუნდის წევრები და ჩვენი ერთიანობით ახერხებთ ჩვენს ქვეყანაზე წარმატებით ზრუნვას. ჩვენი გუნდი არის წარმატებული და ჩვენი გუნდის წარმატებას მოაქვს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. ყველა წელი რთული იყო 2011 წლიდან მოყოლებული, თუმცა განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ დაიწყო ახალი ტალღა სირთულეების და აქ იყო ზუსტად საჭირო გუნდის ერთიანობა. გარდა იმისა, რომ გუნდი იყო ერთიანი, ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია ლიდერის როლი ამ ყველაფერში და მე კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რა თქმა უნდა, ბატონი ბიზინამენიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც აქვს ჩვენს გუნდს და რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. ხშირად ადვილია ხოლმე უკან რომ გაიხედავ, უფრო ადვილი ჩანს რაღაცების სწორად გააზრება. თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც იხედები ხოლმე უკან და უკან გახედვის დროსაც კი რთულია რაღაცების გააზრება, როგორ გეგმავდა ეს ადამიანი ყველაფერს, როგორ ხდებოდა თუ რა იყო ყველაზე უკეთესი ქვეყნისთვის, რა იყო ყველაზე უკეთესი გუნდისთვის და სწორედ მისი განსაკუთრებული გამორჩეული სიბრძნის წყალობით, განსაკუთრებული გათვლების წყალობით ჩვენ მოახერხეთ საბოლოო ჯამში წარმატების მიღწევა და ბატონი წინას ამისათვის თითოეული ჩვენგანისგან და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან ხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამ ვითარდება, უამრავი პროექტი ხორციელდება აჭარაში და ეს მხოლოდ დასაწყისია, ძალიან დიდი გეგმებია, ძალიან მასშტაბური გეგმებია. და ყველაფერში, რა თქმა უნდა, ბატონ სულხანს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, მადლობა მას განვლილი 1 წლისთვის. ბატონ ზურაბს წარდგენა არ ჭირდება, ეს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში და მისი თავმჯდომარების პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში, ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. ბათუმის სტადიონის პროექტის ჩათვლით, რომელიც არის ნამდვილი მარგალიტი იმ პროექტებს შორის, რომლებიც განხორციელდა და ბევრი სხვა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო, ძალიან წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი. მნიშვნელოვანი არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს. დღეს ჩვენ უმაღლეს საბჭოში აღნიშნეთ და დავაანონსეთ პროექტები, რომელიც წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ პროექტებში იქნება ჩართული მთელი ჩვენი გუნდი და 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მათთან ერთად ჩვენ ვიმოძრავებთ, რათა ბევრი წარმატება მოუტანოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს. ჩვენ ვიწყებთ შემოვლას ყველა რეგიონის, ყველა რაიონის, ყველა მუნიციპალიტეტის, გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან და რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის.